ჩვენ ვიცით რომ ეს არის პოლიციური სისტემა, რეჟიმი, ხო? ადრეს ვთქვი და ეხაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის რაღაცა სიმბოლური იყო, როდესაც არჩევნების წინ რამდენიმე დღით ადრე ქართულმა ოცნებამ გახსნა თავისი რაღაცა ოფისი, მთავარი ოფისი იმ უბანში, სადაც ძალოვანების უბანს არ ეძახიან, სადაც პროკურატურა, შინაგანსაკუთრება ყველა გაერთიანებული. ანუ ეს რაღაცა სიმბოლური იყო, რომ თქვა ამით, რომ ხო, აი აქ ხო, აქ მე ვარ და ეს ყველაფერი არის ჩემს გარშემო. და შესაბამისად უკვე მე გადავიდა აი ამ რაღაცა ძალადობაზე, ხო, როდესაც რაღაცა პროპაგანდა იწურება, მე გადადიან ძალადობაზე, ხო და შიშით ხსნიან თადაც შიშით რა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მოხდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ უამრავმა ადამიანმა ეს შიში გადალახა, გადატეხა.